გამარჯობა ჩემი არხიდან, მე ვარ ნათია შაი და გამოკითხვის შემდეგ, როგორც შევთანხმდით, ვაკეთებთ და განვიხილავთ იოსებ სტალინის, ჯუღაშვილის, უბრალოდ სტალინის ბედის მატრიცას. დღეს ჩვენ გავაკეთებთ განხილვას ბავშვობის და მშობლების კარმისას, რომელიც აი აქ არის მოცემული. თუმცა სანამ განხილვას დავიწყებ, მინდა დააკვირდეთ და ნახოთ, რომ მას აქვს ჰქონდა სარკისებური მატრიცა. რას ნიშნავს სარკისებური მატრიცა? ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე ენერგიებს იმეორებს დასამუშავებლად პიროვნება. ესე იგი, აი ეს არის მამაკაცის ხაზი. ეს არის ქალის ხაზი და ხედავთ, რომ მამაკაცის ხაზში კაცები და ქალის ხაზში ქალებიდან ქონდა ერთი და იგივე ენერგია წამოღებული დასამუშავებლად და ქალებში მამაკაცები და კაცებში ქალები ქონდა ერთი და იგივე ენერგია წამოღებული. რას ნიშნავს ეს? უფრო გასაგებად რო ვთქვა, ადამიანს ყავს ორი ბებია და ორი ბაბუა, დედის მხრიდან და მამის მხრიდან, აი აქ არის ნაჩვენები, მამის მხრიდან ბაბუები, ანუ კაცები, დედის მხრიდან ბებიები და ანუ ქალები და აქეთ დედის მხრიდან ბებიები, ანუ ქალები და აქეთ მამის მხრიდან ბებიები, ანუ ქალები. აი ესეთი სარკისებური მატრიცა ქონდა სტალინს. რატო არის ეს, რატო ხდება ხოლმე სარკისებური ენერგიის წამოღება სულის მიერ? ეს არის ის, რომ ამ სულისთვის საერთოდ ადამიანს აქვს 9 კარმა, ხო? ანუ 9 გასაღები, რაც როგორც უკვე მრავალჯერ ვახსენე, ნიკოლა ტესლას საიდუმლო 369 ბედის მატრიცაშია და აი ეს 3 დაბადების რიცხვი, თვის რიცხვი და წლის რიცხვი გადაანგარიშდება, გამოითვლება და ადამიანს მოაქვს 9 კარმა, მაგრამ არიან სულები, რომლებთვისაც არის აი განსაკუთრებულად რამდენიმე კარმა მნიშვნელოვანი და აღარ იმატებს. აი ამ შემთხვევაში ეს 4 კარმა დაატანილი აქვს 2 კარმამდე. ანუ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და 4-ის მაგივრად წამოიღო მან მეორე კარმა. ასევე შეხედეთ მისი კომფორტის ზონა, სექსუალური ენერგია და ფულის ენერგია აბსოლუტურად ეს არის სარკისებურია. ხედავთ ხო 6 12 18 12 18 6, აი აქაც სარკისებურს ხედავთ, ეხლა ვაკურდები კიდე, ხო? ტალანტი, ნიჭი და ენერგეტიკული, ანუ კარმის კუც რო ეძახიან და მე რო დავარქვი კარმის შოლტი, იმიტომ რომ ძალიან მწარია და მტკივნეულია. ესეც ერთი და იგივე აქვს წამოღებული. ანუ ეს იყო პიროვნება, სანამ დაიბადებოდა, არა პიროვნება არა, სული, ნაპერწკალი, სანამ დაიბადებოდა, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძიმე კარმები დასამუშავებელი და წამოიღო არა 9, არამედ დავითვალოთ, ხო? 1 2 3 4 აბა ნახოთ აქ რა ხდება. ხო 5 და 6, 9-ის მაგივრად წამოიღო 6 კარმა. 3 კარმა, ასე ვთქვათ, 3 კარმის ნაკლები. რატო უკვე ეს ავხსენე? ეხლა ძალიან ცნობილია, რომ სტალინმა შეცვალა თავისი დაბადების თარიღი და რიცხვიო, შეცვლილი ქონდა, ამაზე ძალიან ბევრს წერენ ეზოთერიკოსები და ოფიციალურად მოიპოვება აი ეს თარიღი, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანმა შეცვალა თუ არა. ანუ ის ამ ენერგიებით ხელმძღვანელობდა, ეს ენერგიები მუშაობდა მასთან. არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად დაიბადა ბავშვი და საერთოდაც არ იცის, როდის დაიბადა, გააშვილეს და იქ ჩაუწერეს აბსოლუტურად სხვა თარიღები. აი, რაც ჩაუწერეს, რა ენერგიაც მოქმედებს მასზე, ეს ენერგია მოქმედებს უფრო სწორად მასზე. ხო, აი, რომელსაც მიყვება, აი, თითქოს საბუთი მოქმედებს ამ ადამიანის ბედზე. ანუ შეიძლება დაიბადა სხვა დროს, მაგრამ ეს ენერგიები უნდა დაემუშავებინა. მოდი ესე ვთქვათ, შემთხვევით სამყაროში არაფერი არ ხდება და ესეც არ მოხდა შემთხვევით, რომ ამ ადამიანმა შეცვალა თავისი დაბადების თარიღები, იმიტომ რომ ძალიან რეზონინებს ამ პიროვნებაზე ეს ბედის მატრიცა.
ეხლა როგორც თქვი, დღეს განვიხილავთ ბავშვობის და მშობლების კარმას. სანამ ამაზე გადავიდოდით, ხო, 21 ენერგიის რესურსით დაიბადა ეს ადამიანი, 21 დეკემბერს დაიბადა და დადებით შემთხვევაში ეს ადამიანი იქნებოდა, ანუ რას ნიშნავს დადებით შემთხვევაში? გავიხსენოთ ხომ, რომ სულ ვამბობ, ენერგიებს აქვს უზარმაზარი დერეფანი და ესე ხისტად კი ვამბობთ პლუსი და მინუსი, მაგრამ ამ პლუსსა და მინუს შორის ნებისმიერ ადგილას და ენერგეტიკულ დონეზე შეიძლება ყოფილიყო პიროვნება. ნუ დადებითში თუ დაამუშავებდა და გამოიყენებდა თავისი დაბადების რესურს, რაც მქონდა მას ნამდვილად, აუცილებლად ეს ადამიანი 21 რიცხვში დაბადებული ადამიანი გავიდოდა საზღვრებს გარეთ და გავიდა კიდევაც, ხო, საზღვრებს გარეთ, ის საქართველოში არ მოღვაწეობდა, მაშინ ყველაზე შორს სადაც თუ სადმე წავიდოდა ეს იქნებოდა რუსეთი, ხო? ქვეყნიდან გასვლა საბჭოთა კავშირს ვერ გაცდებოდა და იქნებოდა მასშტაბური ფიგურა. და იყო კიდევაც ეს. ანუ ეს დადებითში დაამუშავა. უნდა მოეტანა ადამიანებისთვის ძალიან დიდი თავისუფლება, აშენება, მიღებლობა, ნახე განვითარება, ყველაფერი პროგრესი, ხო, აყვავება. როგორ გამოიყენა ეს დადებითში უკვე თქვენ შეაფასეთ, ხო, გამოიყენა აბსოლუტურად ნეგატივში, ანუ თავისთვის კი დაამუშავა დადებითად გავიდა, ხო, საზღვრებს გაცდა, გაფართოვდა, გახდა ასე ვთქვათ მასშტაბური, ძალიან დიდი, ხო? მაგრამ გამოიყენა ეს ძალიან ნეგატიური ენერგიით პირიქით. იყო ტირანი, ხომ, ანუ ადამიანის თავისუფლებას ზღუდავდა იმ დონეზე, რომ ხრეტდა, ხო, დახვრეტებს აწერდა ხელს და რომელ განვითარებაზეა საერთოდ ლაპარაკი. ტირანია იყო მაშინ. მეფობდა, რომლის შემოქმედით სტალინი გახლავთ. ახლა ვნახოთ რა ხდებოდა მის ბავშვობაში. აი მე მინდა რომ ვიზუალურადაც იყოს ახმადი, მე ძალიან მიყვარს ტაროს არკანების გამოყენება. ისე გავაკეთოთ, რომ ვიზუალურადაც იყოს ახმადი ეს ენერგიები. აი ესე რომ ეს არ დაგვიმალოს, რაზეც ვსაუბრობთ. აი ნახეთ 21, 3 და 9 ენერგია. აი ეს მოდი დავარქვათ ესე პირველი, მეორე და მესამე წერტილი, ხო, მადვილი რო იყოს. მესამე წერტილში ყოველთვის ჩანს როგორი მშობლები ყავდა პატარა ზოზოს ბავშვობაში. შეიძლება მშობლებს ქონდათ სხვანაირი აღქმა, რომ საერთოდ ზოგადად რომ ესეთი ვარ, მაგრამ ბავშვი როგორ აღიქვავს მშობელს, აი ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, მე მყავს შვილი, ხო? მე შეიძლება მგონია რომ ესეთი დედა ვარ, მაგრამ ჩემი შვილის მატრიცაში რო ჩავიხედო, მე ვნახავ როგორ აღმიქვავს ის მე და რამდენი შვილიც მეყოლება, სხვადასხვანაირად აღმიქვავენ ისინი ცხადია, იმიტომ რომ თავისი, ასე ვთქვათ, სპექტრიდან, ასე თვალთახედვიდან ხედავენ ყველაფერს, ხო? ადამიანები. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აფასებს ყველა მოვლენას. ასევე მშობელსაც აფასებენ სხვადასხვანაირად. ეხლა რა ვიცით სტალინის ბავშვობის შესახებ? ჩვენ ვიცით, რომ ის იყო უკანონო შვილი, ჩვენ ვიცით, რომ ის იყო დიდგვაროვანი შვილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის გაიზარდა ძალიან ღარიბ ოჯახში. ანუ როგორც ყვებიან, თავადმა შეაცდინა ესე წერია გლეხის ქალი და უკანონო შვილი რო იყო და ეს დაეფარა უბრძანა სხვა გლეხს რომ მოიყვანა ცოლად. კარგით. ეს რაც ვიცით სტალინის ბავშვობის ისტორიიდან. ეხლა ვნახოთ რომ რა ჩანს აქ და როგორ ჩანს ეს. აი ეს არის ცხრიანი, განდეგილი და რას გვაჩვენებს ეს? ეს გვაჩვენებს რომ მშობლებიც, საერთოდ გვაჩვენებს რომ ძალიან დიდ სიღარიბეში იზრდებოდა, საერთოდ ცხრიანი ენერგია ნეგატივში გვაჩვენებს რომ ძალიან ბევრ ვალს, გაჭირვებას იდუხჭირეს და გვაჩვენებს რომ აი ამ ყველაფერთან ერთად საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი იქნებოდა. იაბად მყოფებდა ძალიან ხშირად და იყო
განდეგილია, ნახეთ დააკვირდით არკანს, ეს არის მონაზვნური ცხოვრების ტიპის არქეტიპი, ხო? და ჩანს, რომ პატარა სოსო ბავშვობაში იყო საკმაოდ ჩაკეტილი, უზღუდავდნენ მას თავისუფლებას. რახან ეს არის მესამე წერტილში, თავისი ბუნებით კი არ იყო ჩაკეტილი, მშობლები ზღუდავდნენ მას ყველანაირად, ავიწროვებდნენ და გრძნობდა თავს ძალიან დაჩაგრულად, ძალიან უბედურად შევიწროვებული, თავისუფლება შეკვეცილი. პლუს ამას ემატებოდა დიდი გაჭირვება და ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე ჩანს ამ მშობლის და შვილების მატრიცაში, რომ საკმაოდ დესპოტურად, მკაცრად ექცეოდნენ ბავშვს. საკმაოდ კაცრი მშობლები ყავდათ და განსაკუთრებით დედის ენერგია, თუმცა არ გამოვრიცხავდა, არ მაინდა-მაინც ანუ შეიძლება განსაკუთრებით დედა, მაგრამ ის რომ მამაც, ანუ მამინაცვალი, მოდი ვთქვათ ესე, ისიც მკაცრად ექცეოდა, ეს არ არის გამორიცხული. ეხლა ნახეთ შევკრიბოთ ფსიქოტიპი, ბავშვი, რომელმაც იცის აუცილებლად ეცოდინებოდა, იმიტომ რომ არ არსებობს ხო, მithumetes ქართულ რეალობაში, რომ არ წამოაძახონ მკაცრად, მე არ მახსენდება აყვანილი ბავშვი, რომელსაც არ წამოაძახლეს, ეს რომ აყვანილია, მithumetes ეს იყო უკანონო შვილი. ყველა მიცოდა ვისი შვილი იყო და არ უთხრეს მას ის ცუდი სიტყვა, ვიტყვი, ნაბიჯვარი. ანუ ქონდა ნახეთ წარმოგიდგენთ რამხელა ბოღმა და ტკივილი. ამას ემატებოდა ის, რომ მას გათვითცნობიერებული ქონდა, რომ იყო დიდგვაროვანი ბატონის შვილი და გაიზარდა ძალიან დიდ გაჭირვებაში, შიოდა, სციოდა, სტკიოდა, ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა, საკმაოდ სუსტი იყო თქო და სერიოზული რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ექნებოდა და პლუს ამას ემატება, რომ აი ეს მშობელი დედა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია, იმიტომ რომ მაგისი ბრალია, ხო, ასე ვთქვათ, რომ 50% მაინც რომ ის იყო უკანონო შვილი და პლუს ამას კაცი, რომელთვისაც მამა უნდა დაეძახებინა, ეძახდა თუ არა, არ ვიცით, მაგრამ სტატუსი ესეთი ჰქონდა, არ იყო მისი მამა, ექცეოდნენ საკმაოდ მკაცრად და სასტიკად ეს მისი აღქმა. ხო, აი ესეთი ბავშვობა ქონდა ბედის მატრიცის მიხედვით. და რა ჩამოყალიბდა ამ ყველაფრის მიხედვით, აი ის ტირანია ზუსტად, რაც ვისაუბრე, მისი დაბადების რესურსში, რომ წამოიღო ნეგატიურად ეს ტირანია, ჩანს ზუსტად აი აქ. ანუ ხედავთ საიდან მოდის ადამიანის ის ხასიათი, რომელიც აქვს ის განვხილოთ, ხო, შემდეგ ნახეთ, ეს არის პირველი წერტილი, დაბადების რესურსი, არის ასევე სახელწოდებით ჩემი სავიზიტო ბარათი. ანუ ეს არის ის ჩვენი ნაწილი, ის ჩვენი ხასიათი, ის ჩვენი ენერგია, რომელსაც აღიქვამს ყველა. რომელსაც აღიქვამს საზოგადოება, ხო? ადამიანს აქვს კიდე ეს კომფორტის ზონა, რო ქვია, ეს არის ისევ შენი ნაწილი, ადამიანის ნაწილი, ოღონდ ეს ვიცი მე და იცის ძალიან ახლოს ვინც ვიცობს იმ ადამიანმა. ეს არის ჩემი შინაგანი, აი სინამდვილეში ვინ ვარ მე, ანუ მარტო რომ დავრჩები ოთახში და ნიღბებს მოვიძრობ ვინ ვარ მე, მაგრამ აი ეს არის ის ნაწილი, ესეც მე ვარ, ოღონდ როგორ აღმიქვავენ ამას, ანუ რას ვაჩენ, რას ვერ ვალავ, შეიძლება ესეც ითქვას. და კი ბატონო, ნამდვილად სტალინი ზოგისთვის, მოდი ვთქვათ ესე, ზოგისთვის არის აღმერთებენ, ხო? ზოგისთვის არის გადამრჩენი, მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელი, ჰიტლერის დამარცხებელი და ჩვენ ვიცით, რომ დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ესეთ ძალიან დიდ პატივს სცემენ, ფიქრობენ, რომ მან მოიტანა რესურსი საბჭოთა კავშირში, სიმდიდრე, კეთილდღეობა, ანუ აღიქვავენ ესე, იმიტომ რომ ეს რესურსი მართლა ჩანდა მას ქონდა და ბევრმა ესე აღიქვა და ბევრისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი შეფასება, არ მგონია ვინმე შემეკამათოს, მაგრამ თუ შემეკამათება, ოკეი იყოს ბელადი და დიდებული, იყო ტირანი, ზღუდავდა სხვების თავისუფლებას, სიცოცხლის თავისუფლებასაც კი და აი ამ ყველაფრიდან რაც მე ვისაუბრე, თავისი ბავშვობის ტრავმიდან გამომდინარე, სძულდა
აი ის გარემო, სადაც გაიზარდა, ანუ ეძულებოდა ოჯახი თავისთავად, მაგრამ სძულდა საქართველო და ეს მტკიცდება იმით, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ხო, ესე რომ ვთქვათ, რომელი ქვეყნიდან რამდენი კაცი იყო გაწვეული, ყველაზე მეტი იყო საქართველოდან, აი არანორმალურად ბევრი იყო საქართველოდან გაწვეული. ანუ მას შეეძლო როგორც ქართველს, ასე თუ ისე რაღაცნაირი, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცნაირი ფარველობა გაიწია ქართველი ახალგაზრდებისთვის და მამაკაცებისთვის, მაგრამ მან არა, პირიქით წაიყვანა, გაიწვია ძალიან ბევრი, ყველაზე მეტი ქართველი სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმიტომ რომ სძულდა მას ქვეყანა. ნუ მარტო ამიტომ არ სძულდა, ჩვენ რა ვიცი, ვიცით ხო? დამძიმე საქართველოს ისტორია. რა ხდებოდა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და განსაკუთრებით ის ზღუდავდა ბრჭყალებში. ანუ გთახრეტას ბრძანებდა და ხელს აწერდა თავად აზნაურების, როგორც ასე ვთქვათ, ცისფერსისხლიანების გენოციდი, მოდი ვთქვათ ესე, კარგად განახორციელა. ანუ ეს თავისი ბოღმა ტკივილი ამოიღო, ნეგატიურად დაამუშავა ენერგია და წარმოიშვა ესეთი ტირანი, რომელმაც კარგად იწია შური ბავშვობის ტრავმიდან გამომდინარე და ყველა ასე ვთქვათ, კეთილშობილ სისხლიანში, როგორც უწოდებენ ცისფერსისხლიანში, ანუ თავადებში ხედავდა მის ბიოლოგიურ მამას და ის აუხდენელი ოცნება ბავშვობაში, რომ მოეკლა მამა, განახორციელა დიდებაში და ხრიტა კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი ადამიანები. დღეს ამით მოვრჩები, როგორც თქვი, განვიხილოთ ბავშვობისა და მშობლების კარმა და შემდეგში განვიხილოთ მისი ტალანტი და განვიხილოთ მისი კარმის შალტი, როგორც მე მას ვეძახი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, ვისაც სურს ჩემთან დაკავშირება პირად კონსულტაციაზე, ჩემი ნომერია 591233507. გელოდებით, მომწერეთ, ვიბერზეც აქტიურია, WhatsApp-ზეც აქტიურია, მე კი დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.